მოგესალმებით, მე გახლავართ ბარბარე მატკავა, თბილისის ახალგაზრდული ჟურნალისტიკის კლუბის წევრი. მე კი ბარბარე ნიპლაძე ვარ, ამავე კლუბის წევრი, რომელიც სხვა არაერთ კლუბთან ერთად მედიათეკაშია თავმოყრილი. დღეს ჩვენ ჟურნალისტიკის კლუბის მიერ მომზადებულ სპეციალურ გადაცემას შემოგთავაზებთ, რომელიც ეროვნული სასახლის კლუბებსა და მათ მოღვაწეობას ეძღვნება. თავდაპირველად გვინდა გიამბოთ მედიათეკაზე, რომელიც სასახლეში უკვე 3 წელია ფუნქციონირებს. მისი მთავარი მიზანი და იდეაა, რომ ახალგაზრდებს აუმაღლოს ცნობიერების დონე კულტურულ-საგანმანათლებლო კუთხით. ჩვენმა კლუბის წევრებმა ანანო ფარულოვამ და ანასტასია სალუქვაძემ გაარკვეს ამ თემაზე დეტალები. ეროვნული სასახლის მედიათეკაში ფუნქციონირებს რამდენიმე საინტერესო კლუბი, რომელიც ეხმარება ახალგაზრდებს განივითარონ თავიანთი უნარები და ინტერესები. სასახლეში არის მეწარმეობის, ჟურნალისტიკის, ტესლას და ახალგაზრდული კლუბები. მეწარმეობის კლუბში მოსწავლეები სწავლობენ ბიზნესის დაგეგმვასა და ინოვაციურ აზროვნებას. ჟურნალისტიკის კლუბი აძლევს მათ საშუალებას გაეცნონ მედია მუშაობის საფუძვლებს და თვითონაც შექმნან სიუჟეტები. ახალგაზრდული წრე ქმნის სივრცეს დისკუსიებისთვის, პროექტების დაგეგმვისთვის და სხვადასხვა ინიციატივისთვის. ტესლა კი ტექნოლოგიებითა და მეცნიერებით დაინტერესებული ახალგაზრდებისთვის არის შექმნილი. აქ ისინი მონაწილეობენ საინტერესო ექსპერიმენტებში და ქმნიან პრაქტიკულ მოდელებს. ეს კლუბები ახალგაზრდებს აძლევს შესაძლებლობას იყვნენ აქტიურები, იმუშაონ გუნდურად და მოიპოვონ გამოცდილება მათთვის საინტერესო სფეროებში. ახლა კი მედიათეკის ხელმძღვანელი რუსკა მუშკოდიანი გაგვაცნობს მედიათეკის სამომავლო გეგმებს. მომდევნო სასწავლო წელს ეროვნული სასახლის მედიათეკა ხდება განახლებული სივრცეებით, შეიცვლება და განახლდება როგორც ახალგაზრდული კლუბების შეხვედრის სივრცე და იქნება მეტად მორგებული არაფორმალური განათლების სასწავლო მეთოდებზე, ასევე გვექნება ორი განახლებული სივრცე სამკითხველოსთვის, სადაც დაიგეგმება წიგნიერებასთან და კულტურასთან, შემეცნებით აქტივობებთან დაკავშირებული სხვადასხვა რუბრიკა, პროექტი და ასე შემდეგ, რომელთა შესახებ სიახლეები დაიდება ეროვნული სასახლის მედიათეკის სოციალურ გვერდებზე, შეგიძლიათ გვადევნოთ თვალი. მედიათეკის კლუბების ფაქტობრივად შემქმნელები მათი ხელმძღვანელები არიან. რა განასხვავებთ მათ სხვებისგან? ისინი ამ კითხვაზე ბარბარე მატკავის მიერ მომზადებულ ბლიც ინტერვიუში პასუხობენ. მითხარით ერის წინადადებით, რას თავაზობს თქვენი კლუბი ახალგაზრდებს? ახალგაზრდებს ვთავაზობთ ისწავლონ ვიდეო რეპორტაჟების მომზადება და ასევე თავიანთ ირგვლივ, თავიანთ გარემოში დააკვირდნენ და აღმოაჩინონ საზოგადოებრივი პრობლემები, რომლებსაც გააშუქებენ. ჩვენი კლუბი მგონია, რომ ახალგაზრდებს თავაზობს მხიარულად განვითარების შესაძლებლობას. ეროვნული სასახლის მეწარმეობის კლუბი ახალგაზრდებს თავაზობს ახალი იდეების, ბიზნეს იდეების რეალიზებას და რეალურად ქცევას. ჩვენი კლუბი ახალგაზრდებს თავაზობს სუსტი და საბუნებისმეტყველო მეცნიერებების მიმართულებით, მიიღონ ცოდნა და გაიაზრონ, როგორ გამოიყენონ ეს ცოდნა რეალურ ცხოვრებაში. დაასახელეთ 3 სიტყვით, რასთან ასოცირდება თქვენთვის თქვენი კლუბი. ალბათ მულტიმედია ჟურნალისტიკასთან, სამოქალაქო აქტივიზმთან და მეგობრულ გარემოსთან. საინტერესო ახალგაზრდები, გართობა და პიროვნული განვითარება. ინოვაცია, სიახლე, გართობა. პროექტები, მხიარულება და ენერგიზერება. იყო წლის ყველაზე საინტერესო აქტივობა, რაც თქვენმა კლუბმა გააკეთა. ბევრი საინტერესო აქტივობა გქონდა ჩემი აზრით, მაგრამ შევეცდები გამოვყო ერთი, მაგალითად, გასვლითი ღონისძიება ძველ თბილისში, სადაც გადავიღეთ ფოტორეპორტაჟი თემაზე თბილისი როგორც მულტიკულტურული ქალაქი. მე მგონია, რომ ჩვენს კლუბში ყოველკვირეულად ძალიან საინტერესო აქტივობები ტარდება ხოლმე, მაგრამ გამოვყოფთ ალბათ სამაგიდო თამაშის შესაძლებლობას. მაშინ როცა გვაქვს სამაგიდო თამაშები კლუბში, მგონია, რომ კიდევ უფრო სხვანაირად საინტერესოდ მიმდინარეობს ჩვენი შეხვედრები. ჩვენი კლუბი ბევრ საინტერესო რაღაცას აკეთებს, მაგრამ გამოვყოფთ ჩვენ სამაგიდო თამაშს, რომელიც ეხება ქართულ სპორტსმენებს. ყველაზე საინტერესო იყო საერთაშორისო ჰაკათონი, რომელშიც მონაწილეობა მივიღეთ და ჩვენ ვიყავით მასპინძელი მთელ საქართველოში აი ამ ჰაკათონს. მედიათეკის ერთ-ერთი კლუბის, მეწარმეობის კლუბის მნიშვნელოვანი მიღწევა სამაგიდო თამაში გესო. ბარბარე ნიპლაძემ და ლიზა მიქეშმა მომზადეს რეპორტაჟი, სადაც ისაუბრეს ამ თემაზე. ახლა კი თავაზობთ რეპორტაჟს. ეროვნული სასახლის მეწარმეობის კლუბის სამაგიდო თამაში გესო უკვე დაიტესტა. მისი პრეზენტაცია რამდენიმე კლუბში ჩატარდა. თამაშის შემქმნელებმა მონაწილეებს აუხსნეს მისი პრინციპი და შექმნის მიზანი. უფრო მეტის გასაგებად უყურეთ ჩვენ რეპორტაჟს. სპორტი დღევანდელობაში დიდ როლს ასრულებს ადამიანების ცხოვრებაში. სწორედ ეს გაითვალისწინეს თბილისის ეროვნული სასახლის მეწარმეობის კლუბის წევრებმა და სამაგიდო თამაში გესო შექმნეს. როგორც თამაშის ავტორები ამბობენ, მათი მიზანი ქართველი სპორტსმენების და ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია. წელს ჩვენი თამაშია გესხო, რომელიც ეხება ქართულ სპორტსმენებს და ჩვენი მიზანია ქართული სპორტის და ზოგადად ჯანსაღი ცხოვრების პოპულარიზაცია.
ჩვენს მიერ შექმნილ თამაშში შემოგთავაზებთ ორი განსხვავებული თამაში. ეს არის ერთი სამაგრები, რომელშიც მაგდება ქართული სპორტსმენების გამოსახულებები, ფოტოები და უნდა გამოვისხოთ ერთმანეთთან კითხვის დასმით, თუ რომელი სპორტსმენი ვარ. ასევე გვაქვს მეორე სახის თამაში, რომელშიც გვაქვს ორი დაფა. მასში მოთავსებულია 24 სხვადასხვა სპორტსმენი, სხვადასხვა სახეობიდან, ყველანი ქართული და ძალიან პოპულარული და გამორჩეული სპორტსმენები. ამით ჩვენ ვფიქრობთ, რომ ახალგაზრდებს და ყველა ასაკის კატეგორიის ადამიანებს ძალიან საინტერესო თამაში თავაზობთ, რომ საინტერესოდ გაატარონ თავისუფალი დრო. გარდა ამისა, დაკავდნენ მეტად სპორტით, გაიცნონ ქართულ სპორტსმენებს, თავისუფალი დრო გაატარონ. საინტერესოდ ლოგიკური აზროვნება და სხვა უნარები გაიმიჯობესონ და განივითარონ. თამაში შესაძლებელია ითამაშონ როგორც ბევრმა, ასევე ორმა ადამიანმა. თავსამაგრებით წარმოდგენილი თამაშის თამაში შესაძლებელია ბევრ ადამიანში, ხოლო დაფების ორში. თავსამაგრების შემთხვევაში ვიმაგრებთ სპორტსმენების ბარათებს, ხოლო დაფაზე ჩამაგრებულია 24 სპორტსმენის სურათი. ვიმაგრებთ თავსამაგრს და ბარათს ვიმაგრებთ ასევე თავზე. და შემდგომ ჩვენს მეგობრებს, ვინც თამაშობენ, ვეკითხებით კითხვებს, რომელზეც პასუხი შეიძლება იყოს კი ან არა. მაგალითად, ცოცხალი ვარ, ფეხბურთელი ვარ, ან მსგავსი კითხვები. ხოლო სამაგიდო თამაშის პრინციპი მდგომარეობს იმაში, რომ 24 ასე ვთქვათ, პატარა ფიგურა არის და ის უნდა ჩავკეცოთ და თავისუფლად კითხოს, მაგალითად, ქალია თუ ქალია? და თუ გვეტყვის რომ კი, მაშინ ჩავკეცოთ ქალის გარდა კაცებს. ასე დავიტოვოთ ქალი. და ძალიან საინტერესოა. თამაში გესო გაიტესტა როგორც თბილისის, ასევე მარტვილის სკოლაში და ეროვნულ სასახლეში. დაფის ღირებულება 20 ლარს, ხოლო თავსამაგრების 12 ლარს შეადგენს. მის შეძენა კი მათი სოციალური გვერდიდანაა შესაძლებელი. მედიათეკის გარდა სასახლე ათობით წრეს აერთიანებს, მათ შორისაა ხელოვნების, თეატრის, ჭადრაკის, სხვადასხვა საგნობრივი წრეები, რომლებიც არაერთი წელია ფუნქციონირებს. ერთ-ერთი გამორჩეული ხატვის წრეა, რომლის გამორჩეული წევრი ილია გისერძიშვილია. იგი დაკავებულია ესკიზების ხატვით და სასახლეს მის წარმატებაში დიდი როლი აქვს. მას სურვილი აქვს მიაღწიოს დიდ წარმატებას და გახდეს მომავალი სასახლელების ინსპირაცია. მას ჩვენი ჟურნალისტები ელენე ჟღენტი და ლიზი მეგრელიშვილი ესაუბრნენ. რა არის თქვენთვის სასახლე? ჩემი სასახლე არის მეორე სახლი, ვით აქ არიან ჩემი საყვარელი ადამიანები და მოღვაწეობენ საქმისთვის, რომელსაც მინდა მივაღწიო მომავალში. რა ან ვინ არის თქვენი მუზა? ჩემი საყვარელი ხალხი, რომელიც მინდა გავაბედნიერო და გავახარო. შეგიძლიათ გვაჩვენოთ თქვენი საყვარელი ნახატი, რომელიც სასახლეში მოღვაწეობის პერიოდში დახატეთ? დიახ. თუ შეგიძლიათ გითხრათ, რა იყო ამ ნახატის დახატვის მიზანი? ჩემი საყვარელი ადამიანია გამოსახული, რომელსაც დაბადების დღე ჰქონდა და დიდი ხანი მთხოვდა, რომ დამეხატა და მისი ხასიათი და ჩემი გრძნობები გავაერთიანე და ვაჭრო. რა მოგცა ეროვნულმა სასახლემ? გამოცდილება ინდივიდუალურ და ჯგუფურ მუშაობაში, იმიტომ რომ ჩემო მომავალ პროფესიას ეს ყველაფერი სჭირდება. თვლი თუ არა რომ იპოვე შენი მომავალი პროფესია? დიახ, ვიპოვე, იმიტომ რომ ვაპირებ ფერწერაზე ჩაბარებას და სასახლე არის, ასე რომ ვთქვა, ჩემი დაწყებითი ნაბიჯები ამ ყველაფრისგან. რატომ გადაწყვიტეთ, რომ მოსულიყავით ეროვნულ სასახლეში? რა იყო ამის ინსპირაცია? ძალიან კარგი ბავშვები, მასწავლებლები და ძალიან კარგი გარემო, რომელიც ჩემთვის მთავარია. საიდან გაიგეთ ინფორმაცია ეროვნული სასახლის შესახებ? ინფორმაცია მოვიდა ჩემგან, ჩემი ბევრი ნაცნობისგან, მეგობრისგან და დამაინტერესა ხდებოდა აქ და პირველ წელს რომ მოვედი ძალიან მომეწონა და დარჩენა გადავწყვიტა. ქონიათ თუ არა ისეთი პრობლემა ან დაბრკოლება, რომელმაც გაფიქრებინათ, რომ შეიძლება ეს თქვენი მომავალი პროფესია არ არის? არა. რას ურჩევთ მომავალ სასახლელებს? რომ არასდროს არ დანებდნენ იბრძოლონ თავისი მიზნისთვის და გააკეთონ ყველაფერი იმისთვის, რომ რაც ჩაფიქრებული აქვს მიაღწიონ. სასახლე ასობით მოზარდის განვითარების საუკეთესო ადგილია. ამავდროულად ვითარდება თავადეს სივრცეც. ჩვენმა კლუბის წევრებმა ჩაატარეს გამოკითხვა, სადაც მოსწავლეებმა თუ მასწავლებლებმა გაგვიზიარეს საკუთარი აზრი თუ რა შეცვლიან სასახლეში. ახლა კი მინდა გაგიზიაროთ ანანო ფარლოვას და ანასტასია სალოქვაძის მიერ მომზადებული ინტერვიუ. რა სიახლეს ისურვებდი სასახლეში? ჩემი აზრით, თვითონ რომ ოთახში იყოს კონდიციონერი და კიდევ შიგნით სასახლეში იყოს კაფე, იმიტომ რომ 12 საათი და საღამოს 6-ის ნახევრამდე აქ ვართ ხოლმე და რაც წყალი, წასახებსებელი, საჭიროა ჩემი აზრით. და კიდევ ერთი რაღაც დავამატებ, რომ ახალი რემონტი რო იყო, რაღაცა ძალიან ნაცრისფერია რაღაცები და მინდა რომ ცოტა რაღაცა ფერადი იყოს. მინდა რომ ბევრი მოსასვენებელი ადგილი იყოს, რომ ხალხმა დაისვენოს და კარგი დღე გაატაროს სასახლეში. სასახლეში სავარაუდოდ ყველაფერი ახლა სიახლე რემონტი გაკეთდა, განახლდა. ალბათ უფრო მეტი ბავშვებთან ბევრი ბავშვი რო იყოს სავარაუდოდ, ალბათ უფრო მეტი
პედაგოგებსა და ბავშვებს შორის უფრო თბილი და დამოკიდებულება რო იყოს და აი გასვლები. სასახლეში პრინციპში თითქმის ყველაფერი გაკეთდა და ძალიან მომწონს, მოსაცდელი ტერიტორიაც არის გარეთაც და შიგნითაც. ერთ-ერთი ძალიან სასიამოვნო იქნებოდა თუ დაამატებდნენ კაფეტერიას მშობლებისთვის და ბავშვებისთვისაც, ვინც უცდის გაკვეთილებს. ძალიან მეყვარს სასახლე, არაფერს არ შეცვლიდე, მაგრამ მე შეაბრუნებოდა, რომ ოთახებში ყოფილიყო კონდიციონერი. მე რას ვფიქრობ, იცი, სასახლე უნდა იყოს ყოველთვის მხიარული. ყოველი კუთხიდან ისმოდეს სიმღერის ხმა. უნდა იყოს სიცილკისკისი და ბავშვები უნდა მოდიოდნენ აქ გახარებული. მე არ მინდა რომ მარტო სიმფონიური მუსიკა იყოს, ან კამერული მუსიკა უნდა იყოს. ყველაფერი უნდა იყოს იმისათვის, რომ ბავშვება იმხიარულონ და კარგი დრო გაატარონ. ალბათ უფრო გაფორმებას, კედლები ძალიან თეთრად არის და ცოტა უფრო სადა ფერია, ასე რომ ვთქვათ და თან მხატვრული ის არის რა, ასე რომ ვთქვათ და უფრო ლამაზი იქნებოდა. თუ გაფორმებული იქნებოდა თუ რაღაც ნახატებით, თუმცა არც ისე გადაჭარბებულად. სასახლეში ვისურვებდი ისეთ რამეს, რაც გახდი და სხვანაირად. ეს სასახლეში რომ გავდეს მოხატულობას, აი ფერი შეცვლოს, იმიტომ რომ აი თუ თეთრი რაღაც ფერია, რომ ვერ და ანუ არაა განსხვავებული ზოგი ქალაქის ავით უბრალოდ თეთრი და უბრალოა. ეხლა როგორც ჩანს რემონტს როგორც აკეთებენ მაინც ვერ ხედავ დიდ განსხვავებას, რომ მე უფრო ლამაზი შეიტანო. ეხლა ნახატები რო იყოს, ჩამოხატული, აი არ ვიცი, даже ყვავილებიც რო იყოს, რომ მე როგორც დავინახავდი, ჩემი აზრით დაჯობებდა. ეროვნული სასახლის ისტორია რამდენიმე წლის წინ არ დაწყებულა. ეროვნულ სასახლეს დიდხნიანი და მრავალფეროვანი ისტორია აქვს. სწორედ ამიტომ გთავაზობთ საინტერესო რეპორტაჟს, რომელიც მოამზადა ცისა მელიქიძემ, ელენე ჟღენტმა, ლიზა მეგრელიშვილმა და ლიზა მიქიაშვილმა. ეროვნული სასახლე 84 წლისაა. იგი დაარსდა 1941 წელს. სწორედ ეროვნული სასახლის კედლებში მოეწერა ხელი საქართველოს დამოუკიდებლობის აქტს. ეროვნული სასახლის ისტორიაში ძალიან დიდ ადგილს იკავებს მისი ბიბლიოთეკა და ის წრეები, რომლებიც მრავალი წლის განმავლობაში ფუნქციონირებდა აქ. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ ეროვნული სასახლის უხუცეს წევრებთან ერთად ჩაგვეწერა ინტერვიუ და გაგვეხსენებინა თუ რა პროგრამები და ფუნქციები მიმდინარეობდა ეროვნულ სასახლეში. ახლა კი გიზიარებთ მათ ინტერვიუს. მოგესალმებით, მე ვარ ქეთევან კალანდაძე, ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკის ხელმძღვანელი 2005 წლიდან 2023 წლამდე. მინდა ცოტა რამ გიამბოთ სასახლის ბიბლიოთეკის შესახებ. ჩვენი სასახლის შენობის ისტორია მე-19 საუკუნიდან იწყება. პირველი შენობა 1802 წელს აშენდა და აქ განთავსდა კავკასიის მთავარმართებლის რეზიდენცია. 1854 წლიდან უკვე სასახლეში მეფის ნაცვლის თანამდებობას მიხეილ ვორონცოვი იკავებს და აბსოლუტურად იცვლება სასახლის არქიტექტურული იერსახეც ამის შემდეგ. მიხეილ ვორონცოვის მეფის ნაცვლად დანიშვნის შემდეგ სასახლის იერსახის ცვლილებაც მოყვა. აღსანიშნავია, რომ აქ განთავსებული იყო უნიკალური ბიბლიოთეკა, მაგრამ ფონდების გაზრდასთან ერთად საჭირო გახდა შენობა ვეღარ აკმაყოფილებდა ბიბლიოთეკის მოთხოვნებს და საჭირო გახდა ახალი შენობის აშენება. ამისათვის მიხეილ ვორონცოვმა თხოვნით მიმართა ცნობილ პოეტს, იმჟამად ცნობილ პოეტს ვახტანგ ორბელიას, რომ მას თავისი სახსრებით აეშენებინა საჯარო ბიბლიოთეკა. ორბელიელი დაეთანხმა მიხეილ ვორონცოვის თხოვნას და ალექსანდრეს ბაღში ერთსართულიანი შენობა შეიძინეს და თავდაპირველად იქ განთავსდა საჯარო ბიბლიოთეკა. და აი ეს ფონდები სასახლიდან გადაეცათ, მაგრამ მარტო სასახლიდან არა. დიმიტრი ყიფიანის კერძო საამხანაგო ბიბლიოთეკის ფონდიც გადავიდა ამ შენობაში. საჯარო ბიბლიოთეკის გახსნით ასრულდა იმდროინდელი საზოგადოების ოცნება, რომ ხელმისაწვდომი ყოფილიყო საზოგადოების ყველა ფენისათვის ბიბლიოთეკაში მისვლა და წიგნებით სარგებლობა. აი ესე გადაეცა ჩვენი საბიბლიოთეკო ფონდები საჯარო ბიბლიოთეკას, მაგრამ ამით სასახლეში ბიბლიოთეკის ისტორია არ დასრულებულა. მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა უძველესი ბიბლიოთეკაა საქართველოში. იგი ჯერ კიდევ პიონერთა სასახლის დაარსებამდე შეიქმნა და 35 წლის მანძილზე ასრულებდა ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკის ფუნქციას. თავდაპირველად ის მდებარეობდა კომუნარების ბაღში, დღევანდელი 9 აპრილის ბაღი. ხოლო შემდეგ გადმოვიდა ბავშვთა ცენტრალური ბიბლიოთეკა გადმოვიდა სასახლეში მთელი თავისი უნიკალური წიგნებითა და უმდიდრესი
ინვენტარით. მათ შორის ამამშევის წიგნებისათვის დამზადებული ხის მოაჯირიანი კარადაც გადმოვიდა სასახლის ბიბლიოთეკაში, რომელიც დღესაც არის განთავსებული ჩვენ სამკითხველო დარბაზში. 1941 წლის მაისამდე ჩვენ ბიბლიოთეკა იწოდებოდა ლუნაჩარსკის სახელობის ბიბლიოთეკა, ხოლო მას შემდეგ რაც სასახლე ბავშვებს გადაეცათ, უკვე ერქვა ჯერ პიონერთა სასახლის ბიბლიოთეკა, შემდეგ კი მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლის ბიბლიოთეკა. მე გახლავართ ცისანა ხაზარაძე, ვახტანგ კოტეტიშვილის სახელობის ახალგაზრდა ფოლკლორისტთა შეკრების პროექტის კონსულტანტი. რამდენიმე სიტყვა მინდა მოგახსენოთ სასახლე და ფოლკლორი. საერთოდ ფოლკლორი ეს გახლავთ გამორჩეული, ასე ვთქვათ, ფენომენი ქართულ სინამდვილეში და ეს არის ჩვენი ერის, ასე ვთქვათ, სავიზიტო ბარათი. ყოველწლიურად სასახლეში საქართველოს თითქმის ყველა კუთხიდან ახალგაზრდები აგზავნიდნენ და დღესაც აგზავნიან ხალხური სიტყვიერების სხვადასხვა ნიმუშებს. იმ სამეცნიერო დაწესებულებებიდან, რაც საქართველოში არსებობს ფოლკლორის განხრით, ერთ-ერთი სწორედ სასახლე გახლავთ. სასახლეში ეს ნაშრომები ჩვენ 2018 წლიდან გამოვცემთ ასეთ ხალხური სიტყვიერების კრებულს. ეს არის სწორედ მე-10 ნომერი, რამდენიმე დღის წინ გახდა ეს ცნობის, რამდენიმე დღის წინ გამოვეცით ეს. აქ არის ბავშვების მიერ შეგროვილი და გამოგზავნილი ხალხური ძალიან საინტერესო ხალხური სიტყვიერების ნიმუშები. მე შეიძლება უკვე ასაკოვანი ვარ და ძალიან დიდი სურვილი მაქვს დაინტერესდეს ახალგაზრდები ამ მიმართულებით, ჩაუდგნენ სათავეში და სანამ სასახლე იარსებებს და დარწმუნებული ვარ იარსებებს ძალიან დიდხანს, ეს ხაზით გაგრძელდეთ, ასე ვთქვათ. ბავშვებო, მსოფლიოში ამაზე კარგი ადგილი, სადაც მე მუშაობ, არ არსებობს. ეს არის კინომოყვარულთა სტუდია, პიონერი ფილმი, რომელსაც მალე 70 წელი შეუსრულდება და 70 წელი აქავარ. იცი რა არის? ეს არის ჩემი ცხოვრება ალბათ, ხო? რა, ვიყავი სადღაც მე-4 თუ მე-5 კლასში რომ მოვედი და კინოს კი მიყვარდა ახლა კინოს ყურება, მაგრამ გადაღება არ ვიცოდი და ეგ დავიწყე ფილმის გადაღება. არ ვიცი ახლა რა გამოდის, ზოგი კარგია, ზოგი ცუდია, მაგრამ თავარია რომ ბავშვებს უყვართ, ბავშვებს საინტერესებს და ხალისით მოდიან რომ რაღაცა გააკეთო. ხანდახან მართლა კარგი გამოდის და ხანდახან ისე რა. ორ წელიწადში ერთხელ პიონერი ფილმში ტარდება, სასახლეში უпроსტად ტარდება მოყვარულთა საერთაშორისო ფესტივალი, რომელსაც ქვია თბილისური აისი. ამ ფესტივალში საერთო ჯამში ალბათ უკვე რამდენიმე 1000 კაცი მონაწილეობდა, დაახლოებით 16 ჯერ ჩავატარეთ. წელს იქნება მე-17. და ჩამოდიან ადრე საბჭოთა კავშირის ყველა რესპუბლიკიდან იყო სტუმრები და მათ შორის იყვნენ უცხოელებიც ბევრი სოციალისტური ქვეყნებიდან და თქვენ წარმოედგინეთ ერთხელ ჩამოვიდა არგენტინის დელეგაცია და ერთხელ იაპონიის დელეგაცია და იაპონიის დელეგაციამ პრიზი წაიღო აქედან ძალიან ლამაზი საჩუქარი გადა. მაინც მინდა მოდით ჩემს მიმართულებაზე ცოტას მოგიყვებით, იმიტომ რომ ამ მიმართულების დამაარსებელი ქალბატონი კიკილო ბურჯანაძე ორი მიმართულების შემქმნელია სასახლეში. ჩვენ პირად საუბრებში მე ნათქვამი მაქვს, რომ ფსიქოლოგია საბჭოთა კავშირის დროს იყო რეპრესირებული მეცნიერება, მას თვლიდნენ ბურჟუაზიულ მეცნიერებად და ამიტომ აკრძალეს ამ მეცნიერების განვითარება, ექსპერიმენტული კვლევები და ასე შემდეგ და ფებში შეხვედრებზე ესაუბრებიან მოზარდებს. ეს ჯგუფი დღესაც არსებობს. მანამდე უფრო დიდი რა მეტი იყო, მაგრამ ნუ ეხლა ცოტა შევიწროებულად არის ეს. თუმცა სასახლეში არის ფსიქოლოგი, მე გახლავართ ნაირა ძიძიგური და არის ფსიქოლოგიის შემსწავლელთა ჯგუფის პედაგოგი, ისიც ქალბატონი ფსიქოლოგი, გახლავთ თამარ რამიშვილი, რომელიც ზუსტად ამ ასაკის ადამიანებთან მუშაობს. თუმცა ფსიქოლოგია არის დიდი მეცნიერება, ძალიან საინტერესო მეცნიერება.
და შესაბამისად ეს არ არის მხოლოდ რატომღაც დღეს იცით როგორ და გული მწყდება ხოლმე ესე მის იმას რა ქვია დიაპაზონს ავიწროებენ და რატომღაც გონიათ რომ ეს უნდა იყოს აუცილებლად რაღაცა პათოლოგიასთან ურთიერთობა ან აუცილებლად უნდა იყოს ფსიქოთერაპიული ფსიქოთერაპიას არის სხვა მიმართულება და შესაბამისად ცოტა ფსიქიატრიასთან ახლოს არის და ფსიქოლოგია არის მეცნიერება, დიდი მეცნიერება, სასახლეს ფსიქოლოგი, რომელიც მუშაობს მოზარდებთანაც, მშობლებთანაც, თანამასთან სასახლის კოლექტივთანაც, ანუ თუ ვინმეს რაიმე ასეთი საკითხი აქვს გადასაჭრელი, რომელიც ეხება ფსიქოლოგიას და ფსიქოლოგს, მათთან ურთიერთობს. აი ეს. ეს იყო ჩვენი სპეციალური გადაცემა. სექტემბრამდე გემშვიდობებით. ნახვამდის.